გამარჯობათ, მე ვარ გიორგი მჭედლიშვილი, რიგითი აქტივისტი. ზოგადად ამ აქციებს, რაც ბოლო პერიოდია საქართველოში მიმდინარეობს, ასეთ სახელს არქმევენ პროევროპული აქციები. რაც ჩემი აზრით თლად ზუსტი არ არის. მე ასე არ ვიტყოდი. ამ აქციის მთავარი მიზანი არის დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო ევროკავშირი თუ სხვა დასავლური სტრუქტურები ეს არ არის თვითმიზანი, ეს არის შედეგი. უფრო სწორედ ეს არის ინსტრუმენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის, მოპოვებისთვის და გაძლიერებისთვის. მოდით გადავხედოთ ბოლოდროინდელ მოვლენებს. გულისხმობ მოვლენებს ეგრეთ წოდებული აგენტების კანონის პირველი დაინიცირებიდან. ქართულმა ოცნებამ თავიდანვე მოირგო იმ რეჟიმის სახე, რომლის ხსენებითაც ცოცხლდებოდა ყოველი არჩევნების წინ. გავრულობის ღამეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სასტიკი დარბევები იყო ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულზე. თან რის გამო კანონის, რომელიც არაფერს ემსახურება გარდა ოცნების ავტორიტარიზმის გამტკიცებისა. მაშინ თითქოს და უკან დაიხია ხელისუფლებამ კანონის უკან გაწევით, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ უკან დაგვიბრუნეს. გასულ გაზაფხულზე კვლავ დაიწყეს აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტანტების დევნა და ჩვენი პროტესტის სისხლში ჩახშობა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ქრისტიანობით აპელირებენ და ნების შვიდეულში რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეებს აყენებდნენ. ესენი სწორედ იმ რეჟიმის ბრჭყალებში ღირსეული გამგრძელებლები არიან, რომლის დაბრუნებითაც ხალხს აშინებენ. ასია მათი ქმედებითაც და ასია პიროვნულ დონეზეც. რამდენი ყოფილი ნაცია დღეს ქოცი, ხო, სახელებს აღარ ჩამოვთვლი. შემოდგომაზე იყო გაყალბებული არჩევნები. გაყალბებულ არჩევნებს მოყვა ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების შესახებ განცხადება, რის შემდეგაც დაიწყო უწყვეტი აქციები, რომელიც დღემდე გრძელდება, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო, მოიცვა ყველა ასაკობრივი კატეგორია და ასევე ყოველი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანი ჩართო მასში. აქციებს თვითგამოცხადებული ხელისუფლება რამდენიმე ტალღად დაუპირისპირდა. ჯერ იყო ძალადობრივი დარბევები, შემდგომ იყო უკანონო დაპატიმრებები, შემდგომ გაზარდეს ჯარიმები და ახლა ჯარიმების უზომოდ გაზრდილ ჯარიმებს აკისრებენ ადამიანებს. მოგეხსენებათ, რომ გზის გადაკეტვაზე თუ კი ადრე იყო 500 ლარიანი ჯარიმა, ახლა ეს ჯარიმა 10 ჯერ არის გაზრდილი და 5000 ლარს შეადგენს. ასევე მინდა შევეხო კიდევ ერთ მოვლენას, პიროტექნიკის გამოყენებას აქციის მონაწილეების მხრიდან. ეს ფაქტია და ამას ვერსად წაუვალთ. თუმცა მინდა აქაც სრული სურათი კარგად წარმოვიდგინოთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე თავად ამ ფაქტს არ მივესალმებოდი და არც მრავალი სხვა აქციის მონაწილე, მაგრამ ის, რასაც სახელისუფლებო პროპაგანდა ღაღადებს, რომ თითქოს და სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გამოყენება იყო პასუხი პიროტექნიკაზე, ეს ასე არაა. მოდით თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენებს. მხოლოდ გასულ წელს, მანამ სანამ აქციის ზოგიერთი მონაწილე ხელში პიროტექნიკას აიღებდა, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ 8ჯერ თუ 9ჯერ მოხდა აბსოლუტურად მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა და მხოლოდ მორიგი დარბევის დაწყების შემდგომ დაიწყეს მომიტინგეებმა საკუთარი თავის დაცვა პიროტექნიკის გამოყენებით. ანუ ჯერ დაიწყო დარბევა, მაგალითად, როდესაც პირველად მოხდა საახალწლო ასაფეთქებლების სროლა მომიტინგეების მხრიდან, მე პირადად ვიდექი სპეცრაზმელების წინ, მანამ სანამ დაიწყებოდა დარბევა. აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო აქცია, დაიწყო დარბევა და მხოლოდ ამას მოყვა მომიტინგეების მხრიდან ამ ქმედების განხორციელება. რომ შევაჯამოთ, ხელისუფლება აქციას მრავალი მეთოდით დაუპირისპირდა, თუმცა აქციები დღემდე გრძელდება და კვლავ გაგრძელდება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, დამღლელი პროცესი და ახლა გაჩერება არ შეიძლება. ახლა ჩემი აზრით მთავარი რაც არის გასაკეთებელი, ეს არის პოლიტიკური პროცესის გააქტიურება, თუმცა ამას დღეს არსებულ ოპოზიციურ სპექტრში მე პირადად ვერ ვხედავ. შეიძლება ვცდები. მე პირადად ვთვლი, რომ ახლა ახალი სახეების გამოჩენა არის აუცილებელი.